ძალიან ხშირად ჩვენ იმდენად რუტინაში გვაქვს ქცეული ეს ჩვეული ცხოვრება, რა მოგწონს და რა არ მოგწონს ამ ნაწილში. უკვე ძალიან რთულია გავიგოთ. ფიქრობ ყველაფერზე გარდა იმისა, რომ სწორად დავინახო რა ხდება დღეს ჩემ თავს. დღევანდელ რეალობაში ადამიანები გაუცნობიერებლად ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობთ სივრცეში, სადაც არ სვამთ კითხვებს, ეს არის ის ცხოვრება, რომელიც მე მინდოდა და რომელიც ჩემი არჩევანია, სწორედ ეს არჩევანი მინდოდა მქონოდა და კომფორტის ზონა ხო ჩვენი სიმშვიდეა ამ ქვეყნიური 64-დან. ნუ აი ყარ რა სიმშვიდეში. არ მოწონებულ, მაგრამ სიმშვიდეში. ზოგჯერ ეს არის უბრალოდ შენგან დამოუკიდებლად ცხოვრება დაგეჯახება. კომფორტის ზონა ვახსენე წეღან ჩემინებით გამოვე, ხლიჩო ამას, რაც შენ ამ კრიზისს შეხვდე არა როგორც რაღაცა ესე ვთქვათ სასჯელს ცხოვრებისგან, არამედ როგორც ჯილდოს. ჩვენ ცხოვრებას ისე ცხოვრობთ, რომ არ განვიცდით. ზუსტად. ვერ ამიტომ ვახსენე. თითქოს ცხოვრება დაგვემართა. ნუ შეგვეშინდება იმის, რომ გვეშინია. ამ მენტორს ჩვენ სად ვეძებთ? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თვითსაბოტაჟი ისე მოქმედებს, რომ ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ და რითი რას ვიწევთ ჩვენ ცხოვრებაში. გვერდით ყავდეს ადამიანი, რომელსაც მართლა პროფესიულ დონეზე აქვს ცოდნა იმისა, რომ მოკარნახე კი არ იყოს რესურსების გამღვიძებელი შენში. თითქოს სამყარო რაღაცა ისევ კატათაგობანას გეთამაშება და იმ დაცემის დროს არის სიკვდილი. ვიყო მსხვერპლი ეს ხო ჩემი არჩევანი. იმისთვის რომ ხელახლა დაიბადო და გამყარდე შენს ახალ მეში, შენ გჭირდება სიმშვიდე. ავდექი ეს ჯილდო იყო ყველაზე ძლიერი ჯილდო, იმიტომ რომ ჩემი თავი ვირწმუნე როცა ავდექი. ის დრაკონიც მე ვიყავი. ის მოწინააღმდეგეც მე ვიყავი, ის მხარდამჭერიც მე ვიყავი. სად დაუდე კვანტი საკუთარ თავს. ეს არის ცნობიერის გზა.